სამხედრო სარდლობას მოგმართოთ. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა დღევანდელ დღეს შექმნილი ვითარებაში თქვენ არ ხართ მონაწილე იმ ვითარებისა, რაც ხდება საქართველოში? თუ ხელი მოაწერეთ რაღაცა კონვერტში ჩადებული ფულების გამო. ეხლა არ დაიწყოთ ეს რა ქვია, დაგვიმტკიცეო რომ ფულებს ვიღებთ. მე დაგიმტკიცებთ მაგას რომ თქვენ ფულებს იღებთ. იღებთ რა აღება უნდა, როგორც ხელფას ღებულობთ, ისე ღებულობთ კონვერტში ჩადებულ ფულსაც. ან დოლარების სახით, ან ევროების სახით. რესაფასურად დუმხათ. და მერე გამოხვალთ, თქვენი რაღაცა ვარსკვლავებით და რაღაცა პრეტენზიები გექნებათ ვინმეზე. აი ჩვეულებრივი ჯარისკაცი ვარ რა. სათითაოდ გასამართლდებით სისხლის და სამართლის პასუხისგებლობაში მიეცემით სამშობლოს გაყიდვისთვის. დაუფიქრდით ამას, რასაც ახლა გეუბნებით რა. ჩვეულებრივი ჯარისკაცი ვარ. ორი ქვეყნის ვეტერანი ვარ. ტერორისტი გიზით ბიძინა ივანიშვილი. მე არ მესაქმება არც მილიციასთან, არც უსთან არავისთან არ მესაქმება. თუმცა ისინიც გაყიდულები არიან სულ. ისინი ხო ყველა გაყიდულები არიან, მაგრამ თქვენ ფორმას მაინც რას არწყვეთ? სამხედრო ფორმას, რომელიც მთელი ცხოვრება, მთელი მოდგმა საქართველოს რაც იარსებებს, ყველა ქართველმა მამაკაცმა უნდა გაიაროს. რა მაგალითს აძლევთ თქვენ შვილებს, შვილთა შვილებს და საერთოდ ისტორიაში როგორ გინდათ შეხვიდეთ. გაანძრიეთ ეგ ტვინები რო გაქვთ, რა გიყრიათ მაგ თავებში. მე გენერალი პოზიციაზე არ მინახია და არც პატპალკოვნიკები და არც კაპიტნები და არც ოფიცრები. არც ერთხელ არასდროს არ მინახია. მე რომელი ჯარი უნდა გაკვეთ თქვენ? სიცხველია, უბრალოდ სიცხველია რა. ქართველობა საერთოდ დაკარგეთ ალბათ ქართველობა.